აბა, ანეკდოტები მთელი ამბავია. მაინც ხოდა იუმორის, ყველაფერი იუმორს უნდა შევხვდეთ. იუმორის, თორე ეგრეთ იყო. იუმორმა ნახევარი საქმე გაგვიკეთა რომ მოგვიტანა აქ ამის არა. ის გახსოვს ახალი წელი იყო, ხო? მინისტრი გამოვიდა და თქვა რომ წელსო ქათმის გრიპი არისო შემოსულიო. მოსახლეობის მე-13-ო ქათმის გრიპით დაავადდებაო და იმ მე-13-ის მე-6-დიო ძალიან დიდია რომ ლეტალური შედეგი დადგესო, რომ დაიბრიდებიან რა ის დანარჩენებია და ახალ წელს ეს გამოაცხადა. დაარბოდნენ ბრიგადებით და თოფებით და წვიტარდნენ, ვისაც ქათა მიყავდა, მე ღორის ჭირიაო და ღორია. შიპაშვილი რომ გამოდიოდა. ხო. რა კაცია. და ვიღუპებით. ხო. საოცარი. მე კორუფცია არ არისო ქვეყანაში, მე ახლა რასაც როგორ უნდა დაიჯერო. იმის მე არის ბრაზილიური ღორის ხორცი. ხო, ეხლაც არის ბრაზილიური. ესა და ყველაფერი ამ ქვეყანაში სხვავიდან შემოაქვს. მე რა გონია ეს რომ შემოდის ეს რაღაც პროდუქტები ჩინეთიდან რომ შემოვარის, რა ქვია, ხახვი და კარტოფილი და თურქეთიდან ყველაფერი აბსოლუტურად რაღაცა შემთხვევით ხდება ეს არა. ეს შემთხვევით კი არ ხდება. ძალიან სერიოზული ის არის, რა ქვია, კორუფცია, ეს ახლა გაიშნიკი არიღებს უბრალოდ ახლა ორლას ქუჩაში. ეგ არის თორე, ახლა კორუფცია როა, ეგეთი უნდა რა. ციხნეთზე კოჭორში და წავკიში იცი რა ხდება? სააკაშვილი ხო მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ნეფარიძეს ფეოდალი და ემბრძოდა და რაღაც. ეს არჩევნების წინო პროგრამა იყო. რაც შენია რომ დაარღვეს. ხუთმა ოჯახმა გადაიფორმა მთელი აი ეს ზემოთა მიწები რა კოჯორის და წავკისის და შინდისის და იმ ტაბახმა ყველა არის გადაფორმებული. გეუნები იქ რომ ჩაიხედო, შეიძლება გული წაგივიდეს. აბა რაღაც არაბებსაც აქვს მათ. არაბებს და რა ვიცი ვის არა. ესო დადიხარდა რომ უყურებ ამ ეს პედეზემოთ რო ახვალ და ხო არაფერი აღარ არის. როგორ ქადაბელოს ჩასობილეს ყველაფერი დაყიდულია. დაყიდულია ყველაფერი. აი მაგას კაი, მაგას რა უყურებ. აი მაგას რა უნდა უყუროს. უკან როგორ უნდა დაიბრუნო გაყიდული თან უცხოელიზაცია. უცხოელზე გაყიდული. მე მაგ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხები, ამას აქვს ერთი გამოსავალი, ერთადერთი. თუ კი აქ შენ იმითი დაიწყე რომ აი შენი შეხედულების მიხედვით დაიწყე რომ აი შენ უკანონოდა გაქვს და დაიწყე ამის წართმევა, მე ამ პროცესს ვერავინ ვერ გააკონტროლებს და რაც ამათ გააკეთეს იგივეს გააკეთეს. ხოდა დონეებზე დაერევიან სასამართლო უნდა არსებობდეს. ეგრე შურისძიებით არაფერი შურისძიებით აი კაც რომელსაც ბრალეულობა უნდა დაუნტკისდეს თუ აქვს ბრალეულობა. კაც რომელსაც კაცო არასამართლეა წართვის ის არ უნდა დაუბრუნდეს. კი, როგორ უნდა. მაგრამ როგორ ეხლა რაზა გეტყვი მექანიზმი მე როგორ წარმომიდგენია მაგალითად რა. კაც რომელსაც წართვის წილი ბიზნესში ჩააყუდეს ციხეში, მერე გადააფორმებინეს და მერე გამოუშვეს რა. ის კაცი მიდის სასამართლოში და ჩივის, რომ ესეთი ამბავი იყო. და სასამართლო გამოძიება დაინიშნება თუ დადასტურდა ეს ამბავი იმ ადამიანს სასამართლოს ძალით და არა პოლიტიკური ძალის შეხედულების მიხედვით და არა ისეთი რაღაცებით ამას შიშველ ხალხს წამოყრიდა ღამე და ესე რომ აპატიმრებდა და მთელი ამბავი. აი აუბედურება არის. ეს დაიჭირე რა ასანახებ ამ ხალხს. ანახებდა, იმიტომ რომ შიში დაეთესა მთელ საზოგადოებაში და კიდეც გააჩინა. გახსოვს შარშა მთელი წელი გამოვდიოდეთ არ მოშინია ქონა მთავარი სლოგანი. მაგან გააჩინა ეგ შიში, მაგრამ ეფექტი ქონდა ისეთი რა. მე მაგაზე ეთქე ტელევიზიაში მქონდა რა მაგ თემასთან შეხება და ვილაპარაკენ. სხვათა შორის აი ეს რო ხდებოდა, ძირითადი ნაწილი საზოგადოების, ახლა პროცენტულად არ ვერ ვიტყვი რამდენზე, მაგრამ უმეტესობას უხაროდა ეს ამბავი. უხაროდა ისა, რომ ხდებოდა სეირი. აი ეგრე მოგიხდება, იმიტომ რომ ეს იყო, ეს ის არის რა, სხვას რო უკრენ სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რო უკრენ ცხერაგწადია. აი ოღონდ ფეხი სალმე წაგიწდეს და პირდაპირ განადგურება. ესო სხვამ გაიკეთოს, ფერმა პირდაპირ კონტრაქტში ეტაკოდა. შენიანო გიკეთებს ამას ეს რა ისა. ეს იყო საზოგადოების დაშინების სერიოზული შენიან მტერზე უარესი აპარატები ახალგაზრდები შენი აგიედები აბერებულები აბერებულები და ამათ ყველაფერი რო იცი აი ზუსტად იმ ტოჩკაში შენ იცი ზურავაზაგაშვილი იცი როგორ მოკლეს ვერ ხო ჩაცხრილეს აი სანაპიროზე რა ის ზურავაზაგაშვილი კორტესთან რო მოკლეს რა სუტკა ნახევარი არ იცოდნენ ვინ მოკლეს
მერე დაიწყეს ესე იგი გარკვევა ვინ მოკლეს და მერე დაიწყეს შეთითხნა ვერსიის რომ იქედან ესროდნენ და რაღაცა და მთელი ამბები და რაღაც. ვიჩარო ესამის გრაუნის ძირითადი პრობლემა იყო მათიმის მართლა კირანის და გარეშე მტრების არ მეშინია შინაურებს უნდა მოუღო ბოლო. ეგარი და რამტერი იყო კაცო უბრალოდ აშინებდნენ საზოგადოებაში მაგათვის მტრები ვართ ეხლა. შიში უნდა დაეთესა. არა, ტერია ეხლა ეს საზოგადოება მაგათვის ვინც მაგათკენ არ არის. ის ჩვენი არა და ჩვენ ახლა ერთმა ხო იცით რომ მათთვის სიკეთე გვინდა. ესენი რომ წავლენ ხელისუფლებიდან მათთვისაც კარგი იქნება მეტი დანაშაულის შადენას ვერ მოასწრებენ მეტი უბედურების შადენას ვერ მოასწრებენ და მათი სასჯელიც იქნება უფრო მსუბუქი ვიდრე თუ კი დარჩებიან კიდე დიდხანს და ისე რეალურად რო ვთქვათ მე მართლა იგივე მინდა რომ ვთქვა მე სააკაშვილი რომ მეჯავრება იმიტომ კი არა ვარ ოპოზიციაში თამაში მე მინდა ეს ქვეყანა წავიდეს სწორი მიმართულებით და ესენი არიან მუწუკები და უშლიან ამ ქვეყანას განვითარებასაც და ფენზედგომასაც და სიცოცხლესაც და ყველაფერს. აი მასე ხოლაპარაკო დაუშვათ აი მომენტი ნუ ეხლა მართლა ოჯახი გაწყდა რა ესე ხო არა გინგულელებზე ლაპარაკობ აი აბა ბიჭო რატო გინდა დაუშვათ აი რაღაცა აი მართლა სისადრული და არაკაცობის გამცველი და ხარდამჭერი რატო ხდება რამდენი და შეიძლება პირადად სააკაშვილის, მერაბიშვილის და ხო და როგორ აი ერთი კითხვა აი შეხედე კითხვა რომელიც ისმოდა ხო სურაბ ჟვანია საკითხი სურაბ ჟვანია ხო მოკლულია საქმე დღესაც არ არის დახურული მაგათი ხელი ურევია მაგაშიც დარწმუნებული ვარ ყველას ხელი აი ვისაც მე ესე ეფარებიან და იცავენ აბა რატო იცავენ ლოგიკა სად არის სხვაგან ამითი თან რაქნეს იცი კი არა უთხრეს ამათ რომ აი თქვენი სახლი და კარი აი თქვენი პრობლემა მოგვარებულია არ გავიგონო ქუთა არ გავიგონო თამარაშენი არ გავიგონო დიდი და პატარა არ გავიგონო აი თქვენი სახლი ესეც რამე უთხრა და თანაც თელ უცხოურ ორგანიზაციებთან ამ გაეროებთან ეუთოებთან ემებთან მოგვიჭრა სალაპარაკო ის მაინც ხო დევნილის დაბრუნებაზე ენა ხო უნდა ქონდეს ამოსავალი ვეღარ წამოიღებ ენა რანაირად უნდა აგერა მისი სახლი აგერა მისი კარი აგერ არის მისი ჩეჩმა იგრო დაუდგა პირდაპირ მისი რა ქვია ზუგშექცევით ეს ერთვა თან ამაყობს რომ აი დევნილებს სახლი აუშენეო და ესე იგია ვანო რატომ იამა ვანომ დაიბარა ეს ბიზნესმენები ზოგს უთხრა შენ ტრაქტორს მოიტან შენ ქვიშას მოიტან შენ იმას წაართვეს კიდე გაატყავეს ეს საწოდავები კიდე ერთხელ როგორც ატყავებენ ისე და ამიტომ დანიშნა ვანო მერაბიშვილი მაგათ ვინისა და ეს გააკეთა და ეს მაგ ახლა ამ ჩემ ქვეყანაში მიღებული ყველა ჩავლა ჩამოვლაზე მეუნები აი უბრალოდ თავმოყარეობა სიყვარული ქვეყანა ღმერთი რამე თუ ვინმეს რამესი ჯერა და რამესი წამს არა უბრალოდ უფლება არა გაქვს რომ გაჩერდე რა უფლება არა გაქვს რომ ამას აცალო იმიტომ რომ ესენი კიდე გონოდება წინ ვინმეს გონია რომ საქართველოს მეტი გამოწვევები არა აქვს უამრავი და ეს სანთარები რას იზამენ რას გააკეთებენ კიდე მერე გამოგიცხადებენ ჯერ ომს დაიწყებენ მერე იწყება რუსებს თვითონ ავიყოლიაო თუ არა საქართველოს ხალხი თუ ამას მოიწმენს აი პირდაპირ გეუბნები რა აი ამ ყველაფერს რა მე დიდი იმედი კი არა პოს დარწმუნებული ვარ რომ არ მოიწმენს მაგრამ მე ვიტყვი რომ ელემენტარულად ეთქობა მე ქართველი არა ვარ არის ძალა დღეს ქვეყანაში გამეფო რომელიც არის სტერილური რელიგიისგან ეროვნულობისგან კაცობისგან ღირსებისგან არაფერი არ აქვს აიციან კომპიუტერი ინგლისური და არიან ნიჭიერი რაღაცა დაგეგმები შეუძლიათ ვერაგობებს აი როგორც ვენახე უყვებოდი დღეს მაგალითად ვენახთან თავისი ხელით აჩეხინებენ მადლობას ათქვევინებენ კიდე იმ კახელს ამაში ნიჭი აქვს განსაკუთრებული რა ისინი რეებს ავალებდნენ ჟურნალისტებს პირველ არხზე რა გაშაყირებული იყო 64 და ჯოჯოხეთი თქვა გაშაყირებული ისეთი გადაცემები გვეკეთებინაო რა გაშაყირებული იყო აი შაყირში ეს თუ შაყირში შემდეგი დირექტივა იყო რომ მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთში მოხვედრის თემა შაყირში და ირონიაში გაგვეტარებინა ხა პირდაპირ ვერებზიან ეხა მაინც ამ ხელა ავტორიტეტი აქვს საპატრიარქოს და 70-80% და გადაცემები უნდათ რომ